это штурмовики. ეს არის 2023 წლის 16 იანვრით დათარიღებული ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. სამეცნიერო საწარმოო კონცერნი სუხოვოს მოიერიშეები. რუსული კორპორაციის აქციების 20%-ის მფლობელი ქართული საწარმო თბილავიამშენია. რით არის დაკავებული მოსკოვში რეგისტრირებული ავიაკონცერნი, რომლის წილსაც ქართული თბილავიამშენი ფლობს. რუსეთის ერთიანი რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ კონცერნი საფრენი აპარატების რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს. გააჩნია საავიაციო ტექნიკის გამოგონების, წარმოების და გამოცდის ლიცენზია. საუბარია სამხედრო შეიარაღებაზე. აწარმოებს საბრძოლო მასალებს, ატარებს ცდებს და ახდენს ფეთქებად საშიში ნივთიერებების უტილიზაციას. ამ დოკუმენტების მოპოვების შემდეგ შაბათის ეთერი იმის გარკვევას იწყებს, ვის ხელშია საქართველოდან რუსული კონცერნის 20%-იანი წილი, რომელიც სამხედრო წარმოებითაა დაკავებული. გამარჯობა ბატონო პანტიკო, მე მაკავარ ანდრონიკაშვილი TV პირველიდან. თქვენთან გვინდა გასაუბრება რაღაცების დეტალების გარკვევა და ხო არ გაქვთ რამდენიმე წუთი რომ გაგესაუბროთ? კი ბატონო. შეიძლება რომ შემოვიდეთ ან თქვენ რომ გამობრძანდეთ? არა, შემოსვლა შეიძლება. თბილავიამშენში შესახვედრად პანტიკო თორდიასთან მივდივართ, რომელიც თბილისის საავიაციო ქარხნის ერთ-ერთი პირველი მმართველია. ის შეხვედრაზე გვთანხმდება და ტერიტორიაზე შესასვლელად საშუს უშვებს. ეხლა დავუშვებ საშუს და თავარი შესასვლელიდან შემოვიდეთ, ხო? აი კორპუსი რო არის. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ყოფილი საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, ახლა სამი საწარმოა. ტამ მენეჯმენტი, სააქციო საზოგადოება თბილავიამშენი და სამხედრო ტექნიკური ცენტრი დელტა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. დელტას თანამშრომლები კერძო ტერიტორიაზე ჩვენ შესვლას ბლოკავენ და საშვის არსებობის მიუხედავად პანტიკო თორდიასთან შეხვედრის საშუალებას არ გვაძლევენ. მე ვესაუბრე ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ თქვენს სახელებს და გვარებს ახლავე გადავცემ და ამობრძანდეთ ჩემთან. დელტაში არ მედივარ, ბატონ პანტიკოსთან მედივარ, კითხვები გვაქვს. ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დელტამ უნდა დაუშვას საშუალო. რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემები ბევრ კითხვას აჩენს. სამეცნიერო საწარმოო კონცერნის სუხოვოს მოიერიშეები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაცია. ქართულ კომპანიას იქ წილის 20% აქვს, ამიტომ ჩნდება კითხვა, რა კავშირი და საერთო აქვს საქართველოს რუსული სამხედრო თვითმფრინავების რემონტთან. აი ვნახოთ ფაქტები. რუსული ავიაკონცერნი, რომლის წილის მეხუთედი თბილავიამშენს ეკუთვნის, ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია. 2021 წელს მისი ბრუნვა 914 მილიონი რუბლი იყო. ის სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს. სპისრუს მონაცემებით სუხოვოს მოიერიშეების ტექნიკურ ცენტრს ახლა 11 სახელმწიფო კონტრაქტი აქვს. მისი მთავარი დამკვეთი კი რუსეთის 121 სარემონტო საავიაციო ქარხანა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებს არემონტებს. შტურმოვიკი სუხოვა საპროექტო დაწესებულება, სააქციო საზოგადოება ფლობს 20%. ეხლა ეს 20% წილი სააქციო საზოგადოება თბილავიამშენის საკუთრებაა, შტურმოვიკის სუხოვაში. ხო. ანუ ეს წილი ეხლა სახელმწიფოსია, ბატონ პანტიკო? სახელმწიფოსია. პანტიკო თორდია, რომელიც თბილავიამშენის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, გვეუბნება, რომ რუსულ კომპანიაში წილს ქართული სააქციო საზოგადოება ნამდვილად ფლობს. ამ დადასტურების შემდეგ კი ეს ჟურნალისტური გამოძიება კიდევ უფრო სკანდალური ხდება. სააქციო საზოგადოება თბილავიამშენის წილის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. ანუ გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ფლობს 20%-ს იმ სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში, რომელიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს არემონტებს და მის მოდერნიზებას ახდენს. ჩვენი 20%-ია ულამოდეს
100%-ია, სუხოვო შტურმოვიკი 50%, რემონტის შემთხვევაში უნდა მაგასთან შეასახმო დოკუმენტაციას ჩვენ ფლობს ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი ვინ არის ახლა? ოღლიშვილი, მიშა. მიხეილ ოღლიშვილი თბილავიამშენის დირექტორია. თბილავიამშენის მფლობელი კი საქართველოს მთავრობაა. ჩვენ ახლა გვინდა გავარკვიოთ, რა ფორმით მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება რუსული ავიაკონცერნის მართვაში, რომელიც რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს არემონტებს. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ანუ თბილავიამშენს წარმომადგენლობა რუსეთში არ არა, არასწორი ინფორმაცია. აი ეს ამონაწერი. ვერ გეტყვით, რა ამონაწესებს ვერ გეტყვით. ეს არის რუსული რეესტრის ამონაწერი. შეხედეთ, აი ვაფშე что? ხო, არასწორი ინფორმაცია გაქვთ რა. ანუ რუსულ რეესტრში არასწორი ინფორმაციაა გენაცვალე. ერთი წამით ხელით არა, ხელი არა, იმიტომ რომ ნუ ახლა ვერ გავიგე. ვასწავლეთ უნდა გითხოთ. არა, თქვენ რატო ნერვიულობთ? საერთოდ არ ნერვიულობ. თქვენ დამშვიდით, აისუნთქეთ, ჩამოისუნთქეთ. სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა. რადგან შეუძლებელია მან არ იცოდეს, რა ფორმით მონაწილეობს საქართველოს რუსული ავიაკონცერნის მართვაში. კომპანიის წმინდა მოგება 151 მილიონზე მეტი იყო. საინტერესოა მიიღო თუ არა წილი ქართულმა თბილავიამშენმა, რომელიც აქციების 20%-ს ფლობს. ხელი არ შემეხოთ. უკაცრავ, რუსულ რეესტრში. ხო გითხრათ, გიპასუხეთ. ეს ინფორმაცია, რომელიც რუსულ ინფორმაცია გაქვთ, გიპასუხეთ. კი ბატონო, სომხიშვილთან დაკავშირებით მინდა. რომ სომხიშვილთან? ბატონ თამასთან არ დაკავშირებით. ვიცნობ, საერთოდ არ ვიცნობ. ბატონ გიორგი სომხიშვილს ხომ იცნობ? კი, რა თქმა უნდა. ბატონ გიორგი სომხიშვილი, როგორც უკრაინული მედია წერს, სწორედ თამას სომხიშვილის წარმომადგენელია. არა, სულ ინფორმაცია გაქვთ. დააგვისტოთ ინფორმაცია, გოდიში რა. ესე იგი. წამოვიდეთ. კი ბატონო, არაფერი, ერთი წამით ოპერატორი მყავს, რა ოპერატორი, რა ვიცი, აბა არაფერი, მივდივარ სახლში. მიხეილ ოღლიშვილმა უკვე იცოდა რა კითხვები გქონდა ჩვენ, ჟურნალისტებს მასთან, რადგან რუსულ ავიაკონცერნში ქართული წილის შესახებ სტატია მანამდე უკრაინულ მედიაში დაიწერა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინიდან სკანდალური დეტალები აღმოაჩინეს. მათი მტკიცებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების რემონტის პროცესში სავარაუდოდ რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენი თამას სომხიშვილია ჩართული, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სასამართლო დავებს აწარმოებს და ომში მყოფ ქვეყანას $100 მილიონ თხოვს. უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთში გამდიდრებული თამას სომხიშვილის ინტერესებს სახელმწიფო კომპანიაში გიორგი სომხიშვილი ატარებს, რომელიც მისი ახლობელია. ჩემი სახელით და შეიძლება იყოს მოხსენებული დარდი არა. იმიტომ სომხიშვილი თუ არ მოხსენებული, სომხიშვილი ბევრია. იბრძანა. რას ნიშნავს ბევრია? გიორგი სომხიშვილის ბევრია, რომელიც არის თამთბილავიამშენში? ანუ თამას სომხიშვილთან თამთბილავიამშენ საქმე არა. ეს არის რუსული რეესტრის ამონაწერი. ეს დოკუმენტები, რომელსაც თან ურთავს უკრაინული მედია, თუ უკრაინელ გამომძიებელ ჟურნალისტებს დავეყნობით, გამოდის, რომ რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი ახლა საქართველოში პირდაპირ ან მესამე პირების საშუალებით ორივე ავიასარემონტო ქარხანაზე კონტროლს ახორციელებს. რეალობა ქვეყანაში ასეთია. საქართველოში სულ 2 ავიასარემონტო ქარხანაა, რომელსაც სამხედრო თვითმფრინავების რემონტი და მოდერნიზაცია შეუძლია. ერთი სააქციო საზოგადოება თბილავიამშენია. მას სახელმწიფო ფლობს. სწორედ ამ ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი სომხიშვილი, რომელიც უკრაინული პრესის მტკიცებით რუსეთში გამდიდრებული და ახლა უკვე უკრაინასთან მწვავე დაპირისპირებაში მყოფი თამას სომხიშვილის გარემოცვის წევრია. გიორგი სომხიშვილს ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში. როგორ მოხვდით თქო, გეკითხებით, რამდენი წელია ხართ წარმომადგენელი? ვისი წარმომადგენელი? წევრად ხართ მოხსენიებული ამონაწერია. ამონაწერია ოფიციალური. ვარ დირექტორის მრჩეველი. დირექტორის მრჩეველი, როგორ როდის დაიწყეთ მუშაობა? მუშაობა 2 წელია. 2 წელია, როგორ აგიყვანეს სამსახურში? გასაუბრებით. ასე გამოცხადებული იყო ვაკანსია და სამსახურში აგიყვანეს? მან თამას სომხიშვილთან ნაცნობობაც დაადასტურა. თუმცა უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ბრალდებები უარყო.
თქვა, რომ თბილისის სამხედრო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანაში თამაზ სომხიშვილის ინტერესებს არ ლობირებს. აი, მოკითხეთ უკრაინულ მედიას, რა ვქნაო? რასაც წერს ყოლია. ყოლია. თქვენ კავშირი თამაზ სომხიშვილთან არ გაქვთ? არანაირი კავშირი არ გაქვთ. არც იცნობთ მას? სროვით მე ნახევარ თბილისში. ნახევარ თბილისს რომ იცნობთ, გამარჯვებით ასე იცნობთ თუ თამაზ სომხიშვილს იცნობთ? გამარჯვებით? გამარჯვებით ვიცი. მხოლოდ გამარჯვებით. საიდან იცნობთ თამაზ სომხიშვილს? ადრე ქონდა რაღაც გარკვეული შეხება, ისიც ჩემი პირადია. რა ტიპის შეხება გქონდათ? სადაც მუშაობდი ფინანსურ დირექტორად, იმ ხალხს ქონდა ურთიერთობა და სად მუშაობდით და რა ურთიერთობა გქონდათ? ჩემი CV ამოცივეთ და ვინ არის თამაზ სომხიშვილი? ის ახლა ომში მყოფ უკრაინას სასამართლოში უჩივის და $100 მილიონ თხოვს. ამტკიცებს, რომ ბრიტანელი ინვესტორია, რომელიც კიევის მერის გადაწყვეტილებით დაზარალდა, თუმცა უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ თამაზ სომხიშვილი დღემდე ჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. აქვს რუსული პასპორტი და 2021-22 წლებში სომხიშვილმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ისეთი მოქმედებები განახორციელა, რომელიც მის ფიზიკურად მოსკოვში ყოფნას მოითხოვდა. კომპანიაში რომელშიც მუშაობდით, რა ინტერესი ქონდა თამაზ სომხიშვილს? აბა როგორ შეხვდით? ბიჭო, რა შეხვედრა იყო და შევხვდი. რას ნიშნავს შეხვედრა იყო და შევხვდით? არის ხოლმე შეხვედრები. ხო. ხალხი ერთმანეთს ხვდება, რაღაცებზე ლაპარაკობ. და იმ შეხვედრაზე საქმიანი შეხვედრა გქონდა თამაზ სომხიშვილთან? საქმიანი შეხვედრა. მე არა, ვისაც გქონდა, იმას ვახ. თამაზ სომხიშვილს სამხედრო ავიაბიზნესი აინტერესებს. ის საქართველოში სამხედრო თვითმფრინავების და ვერტმფრენების სარემონტო ქარხნის 50%-იანი წილის მფლობელია. მან სამხედრო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა 2015 წელს პანტიკო თორდიასთან ერთად დააფუძნა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო პროდუქციის შეკვეთების და სამხედრო საქონლით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიებიც მოიპოვა. პანტიკო თორდია გვიდასტურებს, რომ სომხიშვილმა ამ ბიზნესში 7 მილიონი ჩადო. თამაზ სომხიშვილმა 7 მილიონი ჩადო, რომ გავარემონტეთ ეს ქარხანა და მუშაობთ ახლა 20 მილიონის კონტრაქტი მივა. რუსეთში გამდიდრებული და უკრაინასთან ღია კონფლიქტში მყოფი ბიზნესმენის ქარხანა თვითმფრინავების და ვერტმფრენების გარდა დამკვეთებს ჰაერის კლასის რაკეტების განახლებასაც თავაზობს. თორდია გვიყვება, რომ ამ დროისთვის მათ სარემონტო ქარხანაში აფრიკული სახელმწიფოებიდან ჩამოყვანილი ბომბდამშენების რემონტი და მოდერნიზაცია მიდის. თქვენ სარემონტო ქარხანაში სომხიშვილს რამდენი პროცენტი აქვს წილი? 50. ჩამოყვანთ ჯიბუტიდან, უნდა ჩამოიყვანონ, ეხლა დღეს ხდება მაგათი კონტეინერში და ზღვის ტრანსპორტით შემოდის ჩვენთან. თამაზ სომხიშვილი, რომელსაც უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, საქართველოში TS ჰოლდინგის დამფუძნებელია. TS ჰოლდინგი 18 შვილობილ კომპანიას ფლობს. 245 თანამშრომელს აერთიანებს და 306 პროექტს ახორციელებს.